სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ათვითვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, ღვთის რომელ ატრიბუტები, ანუ თვისება, ხო? გამოყოფდით ყველაზე მეტად და რატომ? გამარჯობათ, მე სარა მქვია და უბრალოდ მაინტერესებს, ღვთის რომელ ატრიბუტს, ანუ თვისებას გამოყოფდით ყველაზე მეტად და რატომ? და ჯონ მაკარტური კითხავს. ფიქრობ, რომ ღმერთის ყველაზე ნუგეშისმცემელი თვისება მისი სიყვარულია. რადგან ეს არის სიყვარული, რომელიც ყველა წარუმატებლობას და სულიერ დაცემას ფარავს. ღმერთში ყველაზე საოცარი ის არის, რომ ღმერთმა ასე შეიყვარა სამყარო. ცრუ რელიგიების სამყაროში არ არსებობს სხვა ღმერთი, რომელიც ბუნებით ასეთი მოსიყვარულია. ეს დაკავშირებული ფაქტად, რომ დღეს დილით ჩვენ ამაზე კომენტარიც გავაკეთეთ, რომ ღმერთი ეს ღვთაება, სამება არის. ეხლა დაფიქრდით ისლამზე. ალაჰი ერთია, ამიტომ ალაჰს მარადიულად არ გააჩნია ურთიერთობის ატრიბუტი. ვისთან უნდა კონდეს მას კავშირი, ვისთან უნდა იურთებოს. ის ერთია, ამიტომ მას არ აქვს ინტერესი ვინმესთან ურთიერთობის. სწორედ ამიტომ ისლამში არავინ ვარაუდობს, რომ ალაჰს უყვარს ისინი, ან აქვს რაიმე მიზეზი, რომ დაამყაროს მათთან ურთიერთობა, რადგან აქ სავარაუდოდ მარადიული არსება, რომელიც ერთია. ეხლა ეს შეადარეთ სამებას. ღმერთი არის მამა, ძე და სული წმინდა. როცა ჩვენი უფალი აღწერს თავის ურთიერთობას მამასთან, ის აღწერს მას როგორც მოსიყვარულე ურთიერთობას, სიყვარულის ურთიერთობას, რომ ძეს უყვარს მამა და მამას უყვარს ძე და ისინი ამ სიყვარულით მარადიულად არიან დაკავშირებული. ანუ ღმერთი ურთიერთობითია. ღმერთი ბუნებით მოსიყვარულე ღმერთია და ძისადმი სიყვარულის გამო მან გადაწყვიტა ძისთვის სიყვარულის ნიჭი მიეცა და სიყვარულის ეს ნიჭი იყო გამოსყიდული კაცობრიობა. და ეს გამოსყიდული კაცობრიობა შეიყვარებდა ღმერთს და აირჩევდა მის ძის პატარძლად. ამიტომ დამაჯერებელია იმის გაგება, რომ არ შეიძლება ყვავდეს ერთი ღმერთი, რომელიც არის მარადიული არსება, რომელსაც თავისი ბუნებით აქვს ინტერესი სხვასთან ურთიერთობის მიმართ. თქვენ ამბობთ, კარგი, მოიცადეთ ერთი წუთით, ალაჰმაც ხომ შექმნა, ხო, ისიც ხო ქმნის? დიახ, მაგრამ ალაჰმა შექმნა მხოლოდ საკუთარი მიზნებისათვის, მხოლოდ საკუთარი მოვალეობებისათვის, მხოლოდ საკუთარი სამსახურისათვის და არა ურთიერთობისათვის. რადგან ერთ ღმერთს არ შეიძლება კონდეს არც ერთი ატრიბუტი, რომელიც განმარტებით ურთიერთობითია. სწორედ ამიტომ არ გსურთ სამების მნიშვნელობის დაკნინება. არანაირად არ უნდა დააკნინოთ სამივე პიროვნება თითოეული მათგანი სამებაში. როცა თავად სამყაროს შექმნა ხდება, რას ამბობს დაბადების წიგნი? მოდით შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად. არსებობს მოსიყვარულე მამა, მოსიყვარულე ძე და მოსიყვარულე სული წმინდა, რომლებიც მარადიულად ურთიერთობენ და მათი მეშვეობით და ღვთისადმი. მათ და მის სიყვარულით ის ამ სიყვარულზე ჩვენზეც ავრცელებს. და ღმერთი ბუნებით მოსიყვარულე ღმერთია. ეს არის ღვთის ყველაზე განსაზღვრელი მახასიათებელი. სწორედ ამიტომ ეწოდება ღმერთს მამა. თქვენ არ ხართ მამა თუ არ გაქვთ ურთიერთობა ძესთან და მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მარადიული მამა და მარადიული ძე, მაინც განმარტებით რეალობა, რომ ღმერთი ბუნებით მოსიყვარულე ღმერთია, რომ მას უყვარს თავისი ძე და მისი სული უსაზღვრო სიყვარულით. ეს არის ღვთის ყველაზე დამაჯერებელი თვისება. და რადგან ის უყვარს, ის ცდილობს ეს სიყვარული აჩვენოს თავის ძეს და მისი ძის მეშვეობით ჩვენ. და როდესაც იესო ლოცულობს იოანეს სახარების მეჩვენე თავში, იესო ამბობს, მამაო მსურს ისინიც დიდებაში მივიყვანო, ანუ ჩვენ, რათა შეიყვარონ ისინი, როგორც შენ მიყვარხარ. ეს არის შეგიყვარონ მათ, როგორც შენ გიყვარვარ. შენ მიყვარხარ. ეს არის მარადიული სამოთხის საოცრება, ყველა გამოსყიდული შეიყვარებს იმავე უსასრულო მარადიული სიყვარულით, რომელთაც მამას ყოველთვის უყვარდა ძე და ძეს ყოველთვის უყვარდა მამას. ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. მისი დაპირებები, მისი უზენაესობა, მისი ერთგულება. ესეც ნუგეშია რა? ახლა ნაკლებად ნუგეშისმცემელი იქნებოდა ღმერთი, რომ მოსიყვარულე ყოფილიყო, მაგრამ არა სუვერენული. ანუ მას სურდა თავის სიყვარულის ჩვენება, მაგრამ ვერ აკონტროლებდა ყველაფერს. ამიტომ ყოვლად ძლიერი ღმერთი, ჩვენ ყოვლად სამართლიანი, ესეც მნიშვნელოვანია, ამიტომ მის სიყვარულთან ერთად უნდა ქონდეს მისი სუვერენიტეტიც. ან ის სუვერენულია და მოსიყვარულე, მაგრამ რომ არ იცვლის აზრს. ამიტომ უნდა მაშინ ცვალებადობა არ არის. ამიტომ უნდა ქონდეს მისი ერთგულება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაპირებებს მოგვცემდა, რომლებიც შეიძლებოდა დარღვეულიყო. ამიტომ ძნელია ერთ-ერთის გამოყოფა, მაგრამ მაინც ჩვენთვის, რაც ღმერთს განასხვავებს ღვთაების ყველა სხვა თვისებებისაგან, არის ის, რომ სამებაა და ბუნებით არსებობს
სიყვარულის მარადილ კავშირში. ეს არის ის, რასაც ის ჩვენზე ავრცელებს. კარგით, გმადლობთ და არაფრის უხდის. და მე არ შემეძლო ახლა არ გამეხსენებინა ასევე იოანეს უკვე პირველი წერილი, სადაც უკვე სიყვარული სიმღერაზე მე დავარქვი ამას, სიყვარული სიმღერაზე, სიმღერა სიყვარულზე დავარქვი, ხომ? თუნდაც ქებათა ქება ახალ აღთქმაში. პირველი იოანეს მეოთხე თავი. საყვარელო გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან სიყვარული ღვთისგანაა, ხოლო ყოველი ვისაც უყვარს ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია. ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდ შობილი ძე მოავლინა ქვეყნიერებაზე, რათა მის მიერ ვიცოცხლოთ. იმაში ჩანს ჩვენი სიყვარული, იმაში ჩანს სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამოსასხით მსხვერპლად. საყვარელო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც გმართებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია. იმით ვგებულობთ, რომ ჩვენ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა. ჩვენ ვიხილეთ და ვამოწევთ, რომ მამამ მოავლინა ძე, ქვეყნიერების მხსნელი. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის ღმერთში. ჩვენ შევიცანეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია. სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი მასში. ამგვარად ისეთ სრულყოფას აღწევს სიყვარული ჩვენში, რომ გაბედულება გვაქვს განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ისაა, ჩვენც ისეთები ვართ ამ ქვეყნიერებაზე. სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრული სიყვარული სდევნის შიშს. ვინაიდან შიში ტანჯვაა, შიშარა კი სრული არ არის სიყვარულში. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა. თუ ვინმე ამბობს ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა. ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უყვარდეს. ეს არის პირდაპირ გაგებით სიყვარული სიმღერა სიყვარულზე, ან სიყვარულის სიმღერა, ესეც შეიძლება თქვათ. მადლობა მოსვენისათვის.